მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. საქართველოს ბანკი, ჯაზ ფესტივალი მეგა ვარსკვლავების ვიზიტებით გრძელდება. 10 გრემის მფლობელი, მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი წარმომადგენელი ბობი მაკფერინი დღეს თბილისშია. და ტრადიციულად სანამ ქართულ მელომანებს ფესტივალის პროგრამით დაუწყარ კონცერტ შესთავაზებს, ქართველი ჟურნალისტებისათვის საკმაოდ ემოციურ და შთამბეჭდავ პრეს-კონფერენციას მართავს. It's never ever just საფერი არასოდეს არ არის დაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ფულზე, მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანება, მხოლოდ და მხოლოდ აღყინება და არნახული სიამოვნებაა ჩემთვის, სწორედ ის მომენტი, როდესაც აუდიტორია ამყვება სიმღერისას. როგორ ფიქრობთ, აი ის სინთეზი, მაგალითად ჩიკორიასთან ერთად რომ გააკეთეთ და მოცარტის მუსიკას, თანამედროვე მუსიკას შევხამეთ, ფიქრობთ რომ კიდევ გააგრძელებთ ამას და ძველ კლასიკურ მუსიკას შევხამებთ თანამედროვეს? პასუხი დადებითი იყო. I mean why not after all? We have all these new musical ideas. ახლა კი მოკლედ მუსიკოსის შესახებ. მისი ვოკალის დიაპაზონი 4 ოქტავას სცდება, ხოლო სასიმღერო ტექნიკა მრავლის მნახვალ კრიტიკოსებსაც კი აღაფრთოვანებს. გარდა ამისა, მაკფერინი ნიჭიერი დირიჟორიცაა. მას გამოშვებული აქვს რამდენიმე კლასიკური ალბომი და უმუშავია ცნობილ ჩელისტ, იო-იო-მასთან ერთად. მაკფერინის მუსიკალური ცხოვრება ფორტეპიანოთი დაიწყო, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1977 წელს მან გადაწყვიტა ვოკალისტი გამხდარიყო. უდიდესი გამოცდილება მან ლეგენდარულ მომღერალ ჯონ ჰენდრიქსთან თანამშრომლობით მიიღო. ნამდვილ პოპულარობას კი 80-იან წლებში მიაღწია. 1988 წელს მისი სიმღერა Don't Worry Be Happy მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სიტაღლებს ჩაუდგა სათავეში, ხოლო ალბომის Simple Pleasures გრემის გადაცემის ცერემონიალზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში იყო დასახელებული. მოულოდნელმა პოპულარობამ მაკფერინს საღად მსჯელობის უნარი ვერ დაუკარგა. მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა, მან პოპ-კულტურას თავი აარიდა და სერიოზულად დაიწყო დირიჟორობის სწავლა. მისი მასწავლებელი კი არც მეტი, არც ნაკლები ლეონარდ ბერნსტაინი იყო. 1990 წელს მაკფერინს საშუალება მიეცა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრისთვის დირიჟორა. 1994 წელს კი გამოსცა ალბომი ჰაში, ზემოთ ნახსენებ ჯელისტ იო-იო-მასთან ერთად. დისკმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და ოქროს სერტიფიკატიც კი მიიღო. დღეს ბობი მაკფერინი მსოფლიო მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია. მის ნებისმიერ შოუს, იქნება ეს დირიჟორისა თუ ვოკალისტის რანგში, უამრავი ადამიანი ესწრება. ასე მოხდება ალბათ ჩვენთანაც. მის მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სხვათა შორის კონცერტში მასთან ერთად ქართული ხმების ახალი თაობაც მიიღებს მონაწილეობას. თუ როგორი გამოვა ასეთი სინთეზი, ამას ინფორმატორის ხვალინდელ გამოშვებაში ვნახავთ. ბატონო ბობ, რაოდენ ხშირად ხართ ბედნიერი და რა არის თქვენი ბედნიერების მიზეზი? Well, I'm happy at least once a day. ცოტა ალბათ დღეში ერთხელ მაინც. I'm happy to wake up in the morning. ბედნიერი ვარ, როდესაც ვიღვიძებ. I'm happy that my heart works. ვიღვიძებ ბედნიერი, როდესაც გულისება მესმის. I'm happy to be breathing. ბედნიერი ვარ, როდესაც სუნთქავ. I'm happy that Jesus is my savior. და ბედნიერი, როდესაც უფალი ჩემი მაცხოვარია, I'm happy that I have a Bible. და ბედნიერია იმით, რომ ბიბლია გამაჩნია. I'm happy that I'm going to be singing here tonight with all of you. და ბედნიერია იმით, რომ ამ საღამოს ყველასთან ერთად ვიმღერებ. მე იცით შემძრა ფაქტიურად კარგი გაგებით ამ სიტყვის კარგი გაგებით მისმა შინაგანმა სამყარომ და აი ეს დადებითი ენერგია რომელიც მოდის ამ ადამიანიდან, იმიტომ რომ ეს არის კარგი ადამიანი, ეს არის მორწმუნე ადამიანი, ის რაც ილაპარაკა ახლა აი ამ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ეს არის ადამიანი პირველ რიგში და შემდეგ უკვე ხელოვანი, აი ესეთი დონის ხელოვანი. There was talking, there was shame. რადიო ფორტუნა პლუსის ორშაბათის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი ქართული სიმღერის პრემიერა შედგა. რადიო სტუმრები ამჯერად ჯგუფი ემი, ნინა და აჩი ფურცელაძე იყვნენ და მათ მსმენელს თავიანთი ახალი სიმღერა შესთავაზეს. სიმღერა სახელწოდებით ისევ მოვა დღე არის ჯგუფ ინკოგნიტოს რეპერტუარიდან. ანუ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ემის შემოქმედებაში რიმეიკი ჩნდება. ერთგვარი რისკი იყო, მინდა ვთქვა, ესეთი სერიოზული სიმღერის ჩაწერა და თან უკვე ცნობილი სიმღერის ჩაწერა და ჩვენს ყველას რეპერტუარში იყო პირველი შემთხვევა ეგრეთ წოდებული რემეიკის გაკეთების და აი დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით გვეშინოდა რომ რაღაცა თქვათ უფრო ცუდი ან უარესი არ გამოსულიყო ორიგინალთან შედარებით და მე ვფიქრობ რომ კაი გამოვიდა და ველოდებით ეხა შედეგები როგორ იქნება. ტექსტი ამ სიმღერისთვის გიგა აგვაძემ დაწერა, ხოლო ზულმალებ მასზე ვიდეო კლიპსაც ვნახავთ.
გადაღებები უკვე დაწყებულია და მას სტუდია მაესტროს რეჟისორი კახა ოთარაშვილი იღებს. ეს იქნება საკონცერტო ვარიანტი და ამიტომ ძირითადი ობიექტი გახლავთ კლუბი აჭარა Music Hall-ი. დავასრულეთ ალბომზე მუშაობა, რის შემდეგაც გვინდა კლიპის გადაღება, მაგრამ ამ გაგონდის ინიციატივით გავაკეთეთ ისე, რომ მთელ ახალ სიმღერებზე, რაც ალბომში შედის, ვიღებთ საკონცერტო ვერსიას აქ აჭარა Music Hall-ში. ეს არის 7 ახალი სიმღერა. აქედან ერთი არის დუეტი ნინასთან და აჯი ფურცელაძესთან ერთად. ფაქტიურად მსმენელი მოისმენს ჩვენი 4 წლის მანძილზე ყველა ნამუშევარს და დიდი მადლობა მინდა მამუკაღლონს უთხრა, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი იდეა თავში მართლა არ მოგვივიდოდა და მე ვფიქრობ, რომ კარგია, იმიტომ რომ არჩევანის საშუალება ექნებათ, კლიპის საშუალებით მოისმენდნენ ერთს და ეხლა გაიგებენ რა ვიმუშავეთ 4 წლის მანძილზე და ძალიან მიხარია. დღეს ვიწერთ 7 სიმღერას საკონცერტო ვარიანტს, უბრალოდ 7 სიმღერის საკონცერტო ვარიანტს. ახლა გოთარაშვილმა გავგვაფრთხილა რეჟისორმა, რომ ჩათვალეთ, რომ დღეს გაგვთ სოლო კონცერტი და ცოტა ნერვიულობთ, იმიტომ რომ მაინც საპასუხისგებლოა და ვნახოთ რა გამოვა. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ჯგუფ აუთსაიდერის რეპეტიციები მიმდინარეობს. კოლექტივი სამივლის ვაკის თეატრალურ სარდაფში კონცერტს გამართავს, სადაც სხვადასხვა დროის 13 კომპოზიციას შეასრულებს. ძირითადად როცა შეიქმნა ჯგუფი, იყო გათვლილი საქართველოს გარეთ რაღაც რო დრო გაგვიტარებია და ვიწევდა რუსეთში რაღაც პრიბალტიკაში მოღვაწეობა და საქართველოში კი ну ადრე წლებში და საქართველოში ერთი 4 წელია რაც თბილისში გვიწევს და აქ ძირითადად ქუთაისური ჯგუფი არის და გვიწევდა ქუთაისში და ხანდახან თბილისში და ძიმეროკის მიმდევარი ჯგუფი ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა კონცერტების სიმრავლით ის ნამდვილად ვერ გამოირჩევა და ამას იმით ხსნიან, რომ ძიმეროკისთვის ქართული საზოგადოება ჯერ მზად არ არის. ჯგუფის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ალბომია. კოლექტივი წლების მანძილზე საქართველოს საზღვრებს გარეთაც მოღვაწეობდა. ახლა კი ისინი ქართული მაყურებლის წინაშე წარსადგენად ემზადებიან. ეხლანდელი კონცერტი იქნება აუთსაიდერის მარტო და ოღონდ ისეა რომ რაღაც სხვა ჯგუფები ჩვენი მეგობრებიდან რაღაცები ახლობლები გვეხმარებიან რაღაც ინსტრუმენტებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენ გვერდში უკრავდეს.